მიუმართავ დუშელებს, უნდა ამოიღოთ ხმა. მარტო ერთი ადამიანი ვერაფერს ვერ იზავს. ეს თქვენი საბრძოლველიც არის, მარტო ჩემი საბრძოლველი არ არის. მოვა დრო იმ ბაზალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე და უკვე არის ფაქტიურად მოსული, იმდენად მცირე რაოდენობის დარჩა ქართველთა ხელში მიწის ნაკვეთები, რომ მანქანით კი არა. ფეხითაც შესვლა რომ მოგინდეთ და გასაირნება, მაგის უფლებაც არ გექნებათ. სასოფლო-სამეურნეოს დანიშნულების მიწის ნაკვეთებს უცვლიან სტატუსს, გადაჰყავთ არასასოფლო დანიშნულებაზე და იმერი ხდება მათი გასხვისება. ყველგან ერთი და იგივე პრაქტიკა არის, ყველგან ერთი და იგივე მოცემულობა გვაქვს და არაერთი მიწარი ბაზალეთის ტბაზე გაყიდული უცხოელებზე. იმედი მაქვს და ვფიქრობ, ამჯერად მაინც ეყოფათ გონიერება იქ ყოფ დეპუტატებს, თუნდაც ოცნების წარმომადგენლებს, ვინც აგერ ტაძარში დგანან და ვიცი ამხსარებლები არიან, ლოცულობენ, მარხვას ინახავენ, ნუ იქნებიან იმის თანამონაწილენი, რომ ტაძარში იდგნენ ერთხელში სანთელი ეჭირონ და იმ ტაძარს, სადაც მიდიან და ლოცულობენ, მიწა გამოაცალონ ძირიდან. ნუ იქნებიან მაგისი თანამონაწილენი.